მეც დამნაშავეები ვიყავით, მე რაზე გამოვიშვის. ისინი ამბობენ, რომ ცივი იარაღი ჰქონდათო. რო გქონოდა, რა ვიცი, მოგე ჩხუბში იყო ადამიანი იხმარებდა. გასაჯაროების შემდეგ გამოგიშვეს უკვე რაც არ ვიცი, ეგრევე მოგჩხუბის მე გამიშვის. ეხლა პოლიციაში ყავდით თქვენ? არა, არსად. ის გადაყვანილია პოლიციაში? ალბათ. როგორ არის რა არ ვიცი, არაფერი. როგორია მისი რა არაფერი ძალიან ცუდად იქნება, რა ჩემი აზრით. გადაიყვანა. მე ესეთი რამ იქნეს და ესე დღეს ჩამაგდეს და ის ყველა. არ ვიცი, არ მინახია, მე მანამდე გამიგე. ბევრი ადამიანი ცემდა. სუყელა. რამდენია? რო აღწერო ეს ზალადობა, რო რა ხდებოდა, რომ მოგვიყო უფრო დეტალურად. ძალიან ვინც მოვიდა სუყელამს. რა ვიცი, თავიდან თითქოს განეიტრალება მიდიოდა, ვინც მოვიდნენ სუყელამ, რა ვიცი, რომ გამოიძახეს სუყელამ ძალა იხმარა. დაჟე ეს არ იყო და რა ვიცი, მეც ზედ იმას ვქნეს. შემთხვევით შევესწარი მეც ამ ყველაფერს და მეც დაინახეთ როგორც ვარ და რა. შენი დაკავებაც ცადეს? ჩემი დაკავება არც უნდა გაუშვით ეს. და მაგრამ მაინც სიტყვიერად შეურაცხყოფა მაყენეს. რას ედავებოდნენ მას? აი ეს თუ ჯაქედან, ნუ და ეგეთი რაღაცები უზდელური სიტყვები რა, არ დაგინახოთ თუ საერთოდ, რა ვიცი. რატო გააჩერეს? რას ეუბნებოდნენ? არაფერი მოვიდა და რომ მივედი მოკლაპარაკზე კი მითხრა რომ ხელი გამომიქნიაო ჩემ მეგობარმა და მანქანა მომშვა და ხელი გამომიქნიაო. ალბათ უთხრა რა საკეთებო და მანდ გამოვდინარე დავდივარ. აქამდე ქონია კანონთან კონფლიქტი, რაიმე პრობლემა ქონია თქვენ მეგობართან? არასოდეს. თქვენ მეგობარს. უთხრა საქართველოს ბანკში მუშაობ და ადვოკატს დაურეკავ და მაგაზე უფრო გააგრესიულდნენ და საქართველოს ბანკის თანამშრომელია? ამის მეგობარია ძალიან კარგი ადამიანია, აპოლონი გვარი არ მახსოვს რა ვიცი. ძალიან კარგი მოვიდა სანახავათა და ისეთი არაფერი არ გონი ვერ გავიგე ახლა ამას ვეკითხებოდი მეც აქ არ ვიყავი მაშინ. მიზეზი რატომ გააჩერა პოლიცია? ეს არ ამასთან მოვიდა ის. ხო. რა ვიცი რაღაცა უთხრა მე მგონი პოლიცია. რა რაღაც უთხრა არა ლაშა. ხო, რა საკეთებო და მანდიდან გამომდინარე შემო. აი, ნახეთ ეს კადრები თქვენ ხალბატონო რაც ხდებოდა. მე მად ვნახე კი. და რა როგორ შეაფასებდით ამას, რაც პოლიცია უსამართლობა. უსამართლო სამართალია ეგ სხვა რა. თქვენ გაიგეთ რა მოხდა, შეესწარით თვითმხილველი ხარ თუ არა, ჩემი შვილიშვილია და რო გავიგე. რა მდგომარეობაში ნახეთ ეს გითხარით რა. ის ბავშვი არ მინახია, წაყვანილი იყო. ძალიან უძვირფასესი ბიჭია, მეზობელია ისა და ამის მდგომარეობა ხო ნახეთ, ფეხი ესე დალეწილი და თავში რა უთხრეს. რეაგირება უნდა იყოს სამართალმცემლობის წინააღმდეგ, ვინც ამ ზალადობაში მონაწილეობდა? კაცრი რეაგირება, უსამართლო სამართალია ეს, სხვა რას არაფერი. უკავშირებთ? ეჭვი ხომ არ გაქვთ რამე? არაფერი, ეს არის უჭკვიანესი ბავშვები არიან ესენი, მეგობრობენ ბავშვებიდან და საცხოვრობენ აი რა ადგილზე აქ და უნდა. ის სტალინის ქუჩაზე ცხოვრობს და ამას აქ ავეჯს არემონტებს ისა აქვს. მუშაობს კი და მოვიდა მეგობარი. მოდა რაღაცა ესენი მაგრა არიან ეს პოლიციელები, გათამამებულები ეთყობა და